გამარჯობა მოგესალმოთ ვანოს შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით, სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა პატიმარს ძალიან მალე გათავისუფლებას უსურებ ყველას. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. მონოლოგს ვიწყებ ცენტრალური თემით, მართალია წინა კვირას მოხდა, მაგრამ მაინც მთელი კვირა გრძელდება ამაზე საუბარი. გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში გამართა ბრძოლა წესების გარეშე და მთელი მსოფლიო შეაწუხა. ნახეთ რა მაგარი სანახაობა გაუმართეო. ხო და ჩვენ აგერ შიგ პარლამენტში გავმართეთ ბრძოლა წესების გარეშე. თან იქ ორი კაცი ეჩხუბებოდა ერთმანეთს და ჩვენთან 86 კოცი ერთ კაცს ცემდა. აბა რომელი უფრო სანახაობა იყო? იქ UFC სპორტსმენები იყვნენ და ჩვენთან ოლიმპიური ოქროს პრიზიორები, ძვირფასო მეგობრებო. დონალდ, სადაც შენი დაიკვეხნო, იქაც ჩვენი თქვიო. გიგია ეგეთი გამოდგა. მოდი გავიხსენოთ ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე ქართულ პარლამენტში. ნახოთ. ტყაპანის ხმა გაიგეთ ხო ერთი მაგაზე ვისაუბრეთ. კონფლიქტი დაიწყო პარტია გახარია საქართველოს დეპუტატის გიორგი შარაშიძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც საანგარიშო გამოსვლით წარსდგა დეპუტატების წინაშე. ამ დროს დარბაზში გახარია საქართველოს პარტიის წევრი გიგა ფარულავას და ოცნების დეპუტატებს შორის გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა. ამ დროს გამოჩნდა ოცნების დეპუტატი ტალახაძე, აი ტყაპანის ხმა ხო გაიგონეთ, ერთადერთი ტყაპანის ხმა იყო, რომელიც გვერდიდან მიუდგა გიგა ფარულავას და სახეში ეს მუშტი ჩაარტყა თუ ხელის სიდა ჩაატყაპუნა თუ რაღაცა ქნა. ლაშა ტალახაძე, კაცი, რომელიც ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში 225 კილოგრამი, აკვრაში 267 კილოგრამი და ორმჭიდის ჯამში 492 კილოგრამი. 492 კილოგრამი 70 კილოგრამიან დეპუტატს ურტყამდა ძვირფასო მეგობრებო, გამეტებით თან. არა და ალბათ წლების წინ როგორ უხაროდა გივი ფარულავას ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა 267 კილო რო ასია ამ ხელებით. რას იფიქრებდა თუ იგივე ხელების სახეში მოხდებოდა თან პარლამენტში. მზია ამაღლობელი რისთვისაც ზის ციხეში ძვირფასო მეგობრებო, ყველას კარგად გახსოვთ. და აქ კაცი, რომელიც 300 კილო შტანგას წევს, აი ის ხელი ურტყა გამეტებით დეპუტატს. რაღაცა კვალდა ჩაგირტყავს ადამიანისთვის და რაღაცა ტალახაძის ხელი მოგხვედრია. და ამაზე საქმე კი არ აღძრეს. პირიქით, ტალახაძეს მორიგ სპორტულ წარმატებაში ჩაუთვალეს ეს ყველაფერი. ხალხო, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ საქართველოს სისხლის სამართლის 2012 წლის შემდეგ გადაკეთებული კანონი. სილის გაწვნა იწვევს გაუსაძლის ტკივილს და ლოყაყბის გაწითლებას და აღაშგაჟებას და ისჯება 2 წლით თავისუფლების აღკვეთით. ხოლო ოპოზიციური პარტიის წევრის წიხლქვეშ გაგდება, გათელვა, დაჟეჟვა და გაძუყლა დაშვებულია და წახალისდება პარტიის მხრიდან პრემიებით, ატკატებით და 1000 გვარი თავბრუს დამხვევის საკუთრებით. რა ვიცი, რა შეიძლება ტალახაძეზე თქვას ადამიანმა. კაცს 3 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს აღებული. ხალხის ამხელა სიყვარული კაცს ამხელა სიძულვილში გადაეზარდოს, ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. მაგას ახლა არ ერჩივნა მხოლოდ იმ სომეხ ძალოს ან ლალაიანს ძულებოდა, სულ რომ მეორეზე გადიოდა მაგის გამო, ვიდრე ახლა ნახევარ ქვეყანას რო ზულს. ნახევარს რა ვიცი, ფელს რა ვიცი როგორ გითხრათ. ისე როგორი უცნაური ქვეყანა ვართ, მთავრობის დეპუტატები ოპოზიციონერ დეპუტატებს ცემენ და ამაზე გამოძიებაც კი არ დაწყებულა. სამაგიეროდ ქვეყანაში გვაქვს სიძულვილის ენის დეპარტამენტი, რომელიც უხამსი სიტყვების დაწერისთვის ადამიანებს აჯარიმებს. რამდენიმე დღის წინ მოქალაქე დააჯარიმეს წყევლისთვის. ნახოთ ინფორმაცია, რო იცოდეთ მაინც რაზე ვსაუბრობთ. ივანიშვილის დაწყევლისთვის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სასამართლოს 3000 ლარით დააჯარიმა.
წყევლა შეფასდა 3000 ლარით. უბრალოდ წყევლას გააჩნია ხა მის დაწყეული მიხვდით? ხა ბიძინას წყევლა 3000 ლარით თორე სხვისი წყევლები იაფია ხა. კობახიზის წყევლა 500 ლარიაო. ყაველაშვილი 300 ლარია. ზარქუას წყევლაზე სასამართლო იქით იხდის ფულს. ხოლო ღარიბაშვილის წყევლაზე საერთოდ რამდენიმე მინისტრადაც კი დანიშნეს. რა ვიცი, წყევლის გამო დაჯარიმებული მოქალაქე არის ეს ქალბატონი, ხო? ნუ ალბათ მამაკაცის წყევლაზე ჯარიმა 3000 ლარის ნაცვლად წესით უნდა იყოს 6000 ლარი. რატოა გაურმაგებული რატო ვითხოვ? იმიტომ რომ ყველასათვის ცნობილია რომ კაცის წყევლა არ ვარგა. კაცის წყევლა არ ვარგა. ესე ამბობენ ხოლმე და ეხლა 3000 ლარი რა არის? პარლამენტში ჩხუბის დღეს ანგარიში წარსდგა ირაკლი კობახიძე. გამოსვლისას რამდენიმე საინტერესო განცხადებაც გააკეთა, რამდენიმე შემოგთავაზებთ. ნახოთ თუ შეიძლება ერთ-ერთი არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. აი ესაა ღირსეული პრემიერი. აი ესაა. კამერები და პიარის გამო კი არ დადის. ეგ კი არა ადგილობრივმა მოსახლეობამ თქვა, რომ ყოველ საღამოს ჩამოდისო საოკუპაციო ხაზთანო და მავთუხლართებთან ქვითინებს. ქვითინებსო ისე ტილისო და მე გატრიალდება და მიდის უკან. აი ესეთ მდგომარეობაშია. ყოველ კამერების გარეშე ხლა. ხო არ დაანახეთ რომ ეს ქვეყნის დარდი აცრემლიანებს. ძალიან მორიდებულია ჩვენი ირაკლი, არ უყვარს ეს კამერების წინ პოზიორობა და მისი საგმირო საქმეების გასაჯაროება მართალიც არის. თუ გახსოვთ 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აუზზე გასარუჯათ რომ იწვა გმირულად. გმირულად მაშინაც კამერების გარეშე იყო უბრალოდ ვიღაცა პაპარაცმა დააფიქსირა, თორე აბა როგორ გმირულად ვაშკაცურად იწვა. ისე ირაკლი საოკუპაციო ხაზთან თუ კამერების გარეშე დადიხარ. რა ვიცი ხა თემურლენგის საფლავზე რატო გქონდა ან ბანკეტი და ბოლოზარი, სამი კამერა დაგსდევდა და ზემოდან კიდე იმედის დრონი დაგსტრიალებდა თავზე. ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული ოცნების დამსახურებით საქართველოში 72 წლიდან 76 წლამდე გაიზარდა ჩვენი ქვეყნის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაო. ანუ დამატებით ხალხო კიდევ 4 წელი გაგვიხანგრძლივებს ეს სიცოცხლის უნარიანობა. ანუ დამატებით კიდევ ერთ არჩევნებში შეგვეძლება ქართულ ოცნებას მივცეთ ხმა და ესე დამშვიდებული წავიდეთ ამ 4 წელი, აბა წარმოიდგინეთ. გამოსვლიდან ერთი ფრაზა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად პენსიონერებს ეხებოდა ეს განცხადება. ნახოთ თუ შეიძლება. 2025 წელს საქართველოში პენსიონერების რაოდენობა 24200-ით გაიზარდაო. რაც გვიმცირებს იმის საშუალებას, რომ პენსია კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. ამას გვეუბნება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. პენსიონერები ემატებიანო ყოველ წელსო და მაგიტო ვერ ვზრდით პენსიასო. ეგრე მართლა რას გაზრდით? ესე ყოველ წელს ესე უპრაგონოდ პენსიონერებით უმატეთ. რა აზრი აქვს? ეგ კი არა არსებული პენსიონერების თუ არ გამოხშირეთ. ეგრე ვერასოდეს ვერ ეღიზება პენსიონერს ღირსეული პენსია. ამიტომ აგერ პრემიერი გვეუბნება, თუ გინდათ რომ პენსია მოგიბატოთ, არ არის აუცილებელი ყველამ დიდი ხანი იცოცხლოთო. ანუ ეს ფული ხომ ყველა პენსიონერზე ნაწილდება მერე და რაც უფრო ცოტა იქნება პენსიონერი, ეს ამდენი ფული ცოტაზე გადანაწილდება. ელემენტარული მათემატიკაა, ჩვეულებრივად. ამიტომ პენსია რომ გაიზარდოს, ყველაფერს ეცდებიან რომ საპენსიო ასაკამდე რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიაღწიოს, რომ იმ 24000 ახალი პენსიონერის თანხა არსებულ პენსიონერებზე გადანაწილდეს. ამ პენსიონერსაც რა გიდათ ვერ გავიგე, რას თხოვთ ამ კაცს? შემცირდება პენსიონერები, გაიზრდება პენსია. თქვენ ვერ გავიგე სიცოცხლეც გინდათ და მაღალი პენსიაც? ეგრე სადაა? მოიკელით ან ერთი ან მეორე, აირჩიეთ. ან ერთი ან მეორე. აბა რა ვქნათ? ეხლა რომ დავაკვირდეთ მართლა, ხო? როგორ აწევს ქვეყანას ეს პენსიონერების ხარჯი ხალხო, რომ დავაკვირდეთ. ეხლა ამას წინათ, ხო, ტელევიზორს უყურებდი და ჩაერთო ქალბატონი ლანა ღოღობერიძე. 97 წლისაა. რამდენი წელია პენსიონერია? გამოხრა ქვეყანა. გამოხრა ქვეყანა, გააჩაჩანაგა ბიუჯეტი. არა ბატონო ირაკლი, ეგრე არ არის? ხო. ეს რა თქმა უნდა ხუბრობაა ძვირფასო მეგობრებო, ჩემ დიდი პატივისცემა ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მინდა ვისურვო, არაჩვეულებრივად გამოიყურება. არაჩვეულებრივად.
კობახიძის გამოსვლაში იყო ოპტიმისტური მომენტებიც, ერთ-ერთ შეგახსენებთ. ნახოთ. ამ ტემპით სიღარიბის აღმოფხვრა შესაძლებელია იქნება 2029 წლისთვისო. მეგობრო, მე პირადად შვებით ამოვისუნთქე და იმედი მომეცა. ჩემო ღარიბო თანამემამულეებო, აგერ კაცი, რომლის ხელფასი 14,000 ლარია, გვეუბნება, რომ 2029 წელს სიღარიბის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნებაო. რაღა დარჩა? რაღაც 3 წელი უჭმელი კი უნდა გაძლოს ადამიანმა. როცა ასეთ რაღაცებს პირდება შენი მდიდარი პრემიერი, გაწელი 3 წელი საჭმლის გარეშე, რა პრობლემა არის? როცა იცი რომ 2029 წელს უკვე აღარ იქნები ღარიბი, რა კაი შეგრძნება. გადავიდეთ მძაფრ სიუჟეტიან თემაზე. ინფორმაცია ეხება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. მიხეილ ყაველაშვილი მიწვეულია აიათოლა ხომენეის დაკრძალვაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი მიდის. ყაველაშვილს მინდა მივმართო, მიხეილ წასვლამდე როუმინგი ჩართი აუცილებლად. იმიტომ რომ ტრამპის ზას რომ ელოდებოდი ამდენი თვეა, ახლა უეჭველი დაგირეკავს. საუბრის თემა შინაარსი და სიტყვები არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ დარეკვით აუცილებლად დარეკავს. ყურადღებით იყავი, ყურადღებით ზარებს შეხედე, ზარებს, შემომავალ ზარებს. +1 თუნა იწყებოდეს, ეგ რო აიღო ყურმილი რა, ეგ არის. თავიდან თურმე კობახიძის გაშვება უნდათ, მაგრამ ირანელებს შემოუთვლეთ, ეგ არ დაგვანახოთ აქო, ისეთი ცუდი ფეხი აქვს, რაც ეგ იყო მაგის მერე ერთი ქორწილი არ ქონია, მთავრობა სულ პანაშვიდები გვაქვსო, ამოგვიწყდა მთელი საგვარეულო. აღარ დავინახოთ ეგ ჩამოსული, ცუდი ფეხი აქვს. ისე მე თუ მკითხავ ყაველაშვილზე მეტად კობახიძის ეკუთვნის ჩასვლა იმდენჯერ იყო მანამდე, სანამ ცოცხალი იყო, ჩასვლა კი არა, რა ვიცი, თავი კაცობაც კი ეკუთვნის. თევზე და ღვინოზე უნდა დარბოდეს ახლა წესით მარა, ნუ აი რა ვიცი ხა. ალბათ მიშა ყაველაშვილი მიხედავს რა, უთხრა რომ მიხედევ ახლა ვერ ვასწრებ. ყაველაშვილი რადგან ვახსენე, მინდა წინა პრეზიდენტზეც თქვა ორი სიტყვა. თქვენ ალბათ გაინტერესებთ, როგორ გახდა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ ფიქრობთ, რომ ბიძინა კანდიდატს არჩევდა და იყო დიდი დისკუსია. კანდიდატურების გარჩევა და პოლემიკა. როგორი უნდა იყოს მთავარსარდალი, ამაზე რაღაცა აზრთა სხვადასხვაობა. ნუ იქ რაღაცა შეპასუხება, მოდი ეს მთავარსარდალს თავისი აურა უნდა ქონდეს, დიდი კამათი და ფიქრობ თუ ალბათ ესე იყო. ნუ მოკლედ სინამდვილეში რა მოხდა, ნახოთ სალომეს კომენტარი. ოპერაში ვიყავი, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა, თქვენ კიდე გიდათ პრეზიდენტობაო? წავიდა და პარტიაში ჩემი კანდიდატურა გაიტანა, როგორც პარტია რეალურად მე წინააღმდეგი იყო. ანუ აი ასე მარტივად გადაწყდა ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარსარდალი, ძვირფასო მეგობრებო. სალომეს ოპერაში უთხრა და ყაველაშვილს სავარაუდოდ უბანში მინი ფეხბურთს რომ თამაშობდა უბნის ბავშვებთან, მაშინ შესთავაზა მთავარსარდლობა, პრეზიდენტობა ხო არ გინდა უთხრა. აბა ეხლა ყაველას ოპერაში ვერ ნახავდა ბიძინა. სად ოპერა და სად ყაველაშვილი, ანუ არ ამგონია, რა ვიცი. რამდენიმე დღის წინ TV პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში რეაქცია ჰქონდა ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან. მან საკუთარ პარტიაზე თქვა, რომ ვერ შევეგუები ჩემი დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების არსებულ პლატფორმად გადაქცევასო. რა ვიცი, რატო ბატონო მიშა, რატო? თქვენ მოგისმენიათ, როგორ ომახიანად ამბობს ერთი ოპოზიციონერი ამ მთავრობის დასასრულის დასაწყის ეთერებში. დასასრულის დასაწყისი რო იწყება. ან მეორე როგორ შეუვალი სახით აცხადებს, რომ ბიძინას ხელისუფლება არის რუსული და ის უნდა დასრულდეს. მოგისმენიათ? ან მესამე ოპოზიციონერის მიერ ხელისუფლების უმკაცრესი კრიტიკა. მოისმინეთ და მერე ილაპარაკეთ მაშინ. რომ მხოლოდ ტელესტუდიები და სიარულით არაფერი კეთდება. ნუ მიხვდები, ძალიანაც კარგად კეთდება. მაგ ტელესტუდიები და გაკეთებული განცხადებების შემდეგ ერთი-ორჯერ ბიძინა მოაბრუნეს აეროპორტიდან, მე რაც ვიცი. გაქცეული იყო თითქმის. ტრაპი და ჩამოიყვანა იმან კობახიძემ, არა ის არ არის. ვაიგრე იყო, რაც იყო. მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუში ერთი ფრაზა დამამახსოვრდა განსაკუთრებით. ვნახოთ.
ტელევიზია მთავარის დაფუძნება გადაწყდა ჩემთან სახლში, კიევში. მე ვუპოვე ინვესტორები და არჩევნების დროს ტელევიზია ჩაგვიკეტეს. მიშა იცი რას გეტყვი? შენი შექმნილი ტელევიზია რომ აგეხა, მაგას ქვია ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. და ჩვენ რომ მთავარზე გადაცემა დაგვიხურეს და TV პირველზე გადმოვედით, მაგას ქვია ღალატი. ცოტა ისწავლე განსხვავება, ხვდები? ხო, ეს იმ ხალხის გასაგონადაც, ვინც აქ გადმოსვლაზე რო გლანძღავდით, ბაბლებს, შმაბლებს და ვინც ახათ, რა ვიცი, ბატონო ხართ ვიღაცა. კლავიატურის მგლები. კლავ მოტოდების სიმაღლეზეა ქართული ოსების პროპაგანდისტული არხი ტელეკომპანია იმედი. ის ჩვეული კრეატივით აგრძელებს ევროპის გაშავებას, გთავაზობთ იმედის რამდენიმე ქართს, ნახოთ თუ შეიძლება. კირ სტარმერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის ეს ბრიტანეთის. ძალიან ვამაყობ რომ ყველაზე გეი პარლამენტი ყავს. ტელეკომპანია იმედი გვიცხადებს. შეგახსენებთ ეს არის კაცი, ეს არის ის კაცი იმედი რომ დაასანქცია. ისე ჩემი აზრით ბრიტანეთის გაარყვნილების დონე უფრო მძაფრად რომ წარმოგეჩინათ, ქართზე წარწერაც შეიძლებოდა. მაგალითად ვამაყობ რომ უგესი პარლამენტი ყავს, ეს უფრო შეიძლება, ეს ყველაზე გეი პარლამენტი უფრო მსუბუქი ფორმაა. უგესი პარლამენტი უნდა დაგეწერათ. და დღეისათვის ბოლო ქარდი ვნახოთ იმედის. ორბანის დამარცხების შემდეგ პირველად უნგრეთში LGBT მარში ჩატარდა. ორბანი აკავებდა ამ LGBT ნიაღვარს ხალხო და ახლა ორბანის სახით უნგრეთმა დიდი კაშხალი დაკარგა და დაიტბორა მთელი უნგრეთის ქუჩები LGBT ტალღებით. აი როგორ მუშაობს მეგობრებო იმედის პროპაგანდა. ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და LGBT მარში ჩატარდა 2025-შიც ორბანის დროს, 2024 წელსაც და 2023-ში და ასე შემდეგ. მაგრამ იმედის პროპაგანდა ესეთ ტყუილს აჯერებს ხალხს, თითქოს პროდასავლელი მადიარის არჩევის შემდეგ LGBT აიშვა და მარშებს მართავს. აი ამას ქვია პროპაგანდა, რომ გაინტერესებდათ. აი ცოტა სიმართლე და ბევრი ტყუილი აზერილი ერთმანეთში. ესაა პროპაგანდა და ვისაც ახლა გაქვთ ამ პროპაგანდით გადაბინდული ტვინები, შეგიძლიათ ჩართოთ ვანოს შოუ და მოისმინოთ ექიმი ვანო ჯავახიშვილის ტვინის გასუფთავების უფასო კურსები. ეს მარტო გადაცემა არ არის, ეს არის ერთგვარი თერაპია ყოველ პარასკევს 22 საათზე. გელოდებით ყველას ჩვენს გაკვეთილებზე, ჩვენს თერაპიაზე. რომ გაიწმინდოთ თლიანად გონება. რა ვიცი, ეს იყო ჩემი მონოლოგი ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმედია ჩვენ შოუს სულ მალე მუსიკალურად გააფორმებთ ბენდით ამუნა ლეკვიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.